უდიდესი მადლობა. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დღეს ჩვენ აქ საქართველო ნამდვილი ისტორიის სწორ მხარეს დგარი საქართველოს შევიკრიბეთ. თავისუფალი საქართველოს შევიკრიბეთ. ჩვენი დიდი ხალხის და ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები შევიკრიბეთ. მაგრამ ძალიან განრისხებული შვილები შევიკრიბეთ. ძალიან განრისხებული შვილები, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედი თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი. თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვფარავს, მომავალს ძარცვავს. და მეგობრებო, ამ ყველაფერს ჩვენს თვალწინ აკეთებს, ჩვენი თანდასრებით აკეთებს, იქვე ვართ, ხედავთ. და სანამ ეს ადამიანი ჩვენ თავისუფლებას გვინადგურებს და ქვეყანას გვყარავს და მომავალს გძარცავს, ჩვენი თანდასრებით და თვალწინ არ გვეწყინოს. ჩვენ არა უბრალოდ ხედავთ ამას და მოწმეები ვართ, არამედ თანამონაწილეები ვართ. თანამონაწილეები ვართ ამ ბოროტებისა. ჩვენ ვიღებთ ამ ბოროტებაში მონაწილეობას და მივიღებთ მანამ, სანამ ხარად, ურყევად, მედგრად, აუღევებად, შვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცეთ, ამ ბოროტებას წინ არ აღუდგებით. მაგრამ მომავალ დროში საუბრის დრო აღარ არის. მომავალ დროში საუბრის დრო აღარ არის. დღეს აქ რეალური საქართველოა. აქ არის რეალური საქართველო. ეს არის ნამდვილი სახალხო კრება მრავალეთნიკური ქართველი ხალხისა, რომელიც აცხადებს ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურ ხელისუფლებად. დიახაც თქვენ აცხადებთ და უკვე გამოაცხადებთ, ეს რეჟიმი არალეგიტიმურ რეჟიმად და ხელისუფლებად. ფარსად გწეულ არჩევნებს, მის ფარსად გწეულ არჩევნებს ვეუბნებით უარს, ვუთხარით უკვე უარი. მის მიერ დაწერილ შედეგებს ვეუბნებით უარს. და რა გავაკეთოთ, მეგობრებო? მარტო ვისაუბროთ. ახლაც კი აყალბებს აი ამ რეალობას, რომელიც შექმნილია. და ინტერნეტი გათიშა და აეროგადაღებები ვერ ხორციელდება ვერც ერთი ტელევიზიის მიერ. იმიტომ რომ ის ზღვა ხალხი არ დაინახოს სოფლიომ. აქაც აყალბებს ხახტო. აქ ვართ ამდენი და გვეუბნება რომ არაფერი მერე რა შეგცივდებათ, სიო დაუბერავს, აცახსახდებით, მოგშივდებათ, სახლი მოგენატრებათ და სახლებში წახვათ და მე ისევ ვიქნები. შევეგუოთ ამ უსამართლობას, მივიღოთ ეს დამცირება, მივიღოთ არჩევნების გადაწერა, ღირსება შევილახოთ, მანამ სანამ არ დაიღრება ამის კეთებაში ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიმტკიცე. ვთქვით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და კიდე გავიმეორებთ. 1 ნოემბერს
როდესაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. რთული დღე იყო. ომის შემდეგ არჩევნები არ იყო ის. და აი იმ 1 ნოემბრის შეკრებამ მოიტანა ის, რომ დღეს ვართ 10-ჯერ უფრო მეტნი. და ახლა ჩემო მეგობრებო, აი ამ 10-ჯერ უფრო მეტმა ადამიანმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოიყვანოს ქუჩაში. მთელი საქართველო, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში გარეთ უნდა გამოვიყვანოთ. 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი. საღამოს 8 საათამდე. დღეს გადააყენოს ჟვანია ქალბატონი გამყალბებელი და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველო არის ეს. საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა. უზურპატორი წავა. და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები შახერგილია. ყველაფერი ფარსი იქნება. ყველაფერი ფლიდობა იქნება. ყველაფერი თვალთმაქცობა იქნება. თუ ჩვენი იმ თავზე ლაფის დასხმას, იმ ღირსების აყრას, იმ დამცირებას, ჩვენი შვილების, ჩვენი დედების, ჩვენი მშობლების, რაც მანაკადრა 31 ოქტომბერს შევუშინდებით და აწავად ბრძოლაში წინ და მხოლოდ წინ. მოკლედ 8 საათამდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს, არ მოიფიქრებს, ამის შემდეგ ჩვენ გაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად მტკიცედ და მშვიდად ამ ქვეყნის სიყვარულით და მეტი არაფრით ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკენ ამოსუთვამდე. დიდი მადლობა რომ არსებობთ, მადლობა რომ გული გიძგებთ ამ ქვეყნის სიყვარულით და ღალატი იქნება ჩვენი მხრიდან თქვენთვის ზურგის ქცევა. დიდი მადლობა.